დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მორიგი შეხვედრის ადგილი უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი იქნება. შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე განაცხადა. ალიასკის ქალაქ ანკორიჯის შემდეგ ბუდაპეშტი მეორე ქალაქია, სადაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ჩავლენ. მე მას ნამდვილად უთხარი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ თქვენს მოწინააღმდეგეს რამდენიმე 1000 ტომაჰავკი რომ გადავცე. როგორ ფიქრობთ, რა სიტყვა? გთხოვთ მიყიდეთ უკრაინას ეს რაკეტები, ძალიან მადლობელი ვიქნები. რა თქმა უნდა, მას ეს იდეა არ მოეწონა. ტომაჰავკი საშინელი გამანადგურებელი იარაღია. არავის უნდა ტომაჰავკები ესროლონ. ჩვენ ისინი ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. შეერთებული შტატების მარაგებს ვერ ამოუწურავთ. ტრამპი პუტინის შეხვედრამდე კი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლებს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრამპი ზელენსკის პუტინთან საუბრის შინაარსს გააცნობს და მასთან ტომაჰავკების გადაცემის საკითხსაც იმსჯელებს. გეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან და ჩვენ ველოდებით, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელსაც წარმატებით მიაღწიეს ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი ნამდვილად არ არის უფრო მამაცი, ვიდრე ჰამასი ან სხვა ნებისმიერი ტერორისტი. ძალისა და სამართლიანობის ენა გარდაულად იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგაც. უნგრეთი ტრამპი პუტინის შეხვედრისთვის ემზადება. ვიქტორ ორბანი რუსეთისა და შტატების ლიდერებს უკვე ესაუბრა. ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით ოფიციალური ბუდაპეშტი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ყველა პირობას უზრუნველყოფს. იქამდე ერთმანეთს ამერიკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ვლადიმერ პუტინს დიდი პატივისცემით ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი აქ ჩამოვიდეს წარმატებული შეხვედრა გამართოს, შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდეს. სხვასთან კონსულტაციის საჭიროება არ არის. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს. ევროკავშირის წევრ უნგრეთში მნიშვნელოვან შეხვედრას არც ევროპელი ლიდერები დაესწრებიან, რასაც დასავლური მედია ბუდაპეშტის ბრიუსელისადმი გატარებული პოლიტიკის ტრიუმფს უწოდებს. გავლენიანი დასავლური მედიები აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესების მსგავსად ევროკავშირი ამჯერადაც თამაშგარე დარჩა. ბუდაპეშტში ტრამპი პუტინის შეხვედრა მტკივნეული დარტყმაა ევროპისთვის. სუპერძალების სამიტი უნგრეთში ძღვენია ვიქტორ ორბანისთვის და უდიდესი დამცირებაა ევროპისთვის. ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის თითქმის ყველა წევრისა და ინსტიტუტის მიერაა გარიყული, ტრამპის ყურადღების ცენტრშია. ომის დაწყების შემდეგ ევროპაში პირველი ვიზიტისას ვლადიმერ პუტინს ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე დაპატიმრება არ ემუქრება. ამაზე პასუხისმგებლობას უნგრეთი იღებს.